მოგესალმებით. დღეს რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონზე ვისაუბრებთ, ოღონდ ამონარიდებზე. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ, რომ მანიპულაციული ტაქტიკები ამოიცნოთ, რომლებსაც შეიძლება წააწყდეთ. ცხოვრებაში, სამსახურში, მოდით ჩაუღრმავდეთ. დიახ, ბატონო. ჩვენ რამდენიმე, ასე ვთქვათ, საკვანძო კანონს შევეხებით, ოღონდ არა იმიტომ, რომ გასწავლოთ, როგორ გამოიყენოთ, პირიქით, რომ შეძლოთ დროულად დაინახოთ, მიხვდეთ, რა ხდება თავდაცვის მექანიზმი არა სოციალურ თამაშებში. გასაგებია. დავიწყოთ მაშინ პირველი ჯგუფიდან, რომელიც გარეგნულ შთაბეცდილებებს და რეპუტაციას ეხება. კანონი 1. არასოდეს დაჩრილო ბატონი. ეს ალბათ ბევრისთვის ნაცნობია რა. როცა ცდილობ შენი მიღწევები ისე ზედმეტად არ გამოაჩნო, რომ უფროსმა საფრთხეთ არ ჩაგთვალოს. ზუსტად. კლასიკური მაგალითი, ლუი მე-14-ის ფინანსთა მინისტრი ფუკე. ისეთი წვეულება გამართა საკუთარ სასახლეში, რომ მეფემ ეს, პირდაპირ საფრთხეთ და შეურაცხყოფად მიიღო და მოიშორა მალევე. ასე რომ, დააკვირდით, ხომ არ ცდილობს ვინმე შეგნებულად, თავისი უნარების დაკნინებას ამ პირიქით, ხომ არ ღიზიანდება ლიდერი, როცა სხვა წარმატებულია. საინტერესო მიგნება, ამას მოჰყვება კანონი 2. არასოდეს ენდო მეგობრებს ისწავლე მტრების გამოყენება. ცოტა რადიკალურად ხომ არ ჟღერს. ხო, ერთი შეხედვით კი. მაგრამ აქ აქცენტი რაზეა? მეგობრობამ შეიძლება შური გამოიწვიოს, ხოლო ყოფილ მტერს, რომელსაც რაღაცის დამტკიცება უნდა, შეიძლება მეტი სარგებელიც მოგიტანოს პარადოქსულად. ანუ პრაქტიკაში როგორ ვლინდება? მაგალითად, როცა ვინმე საკვანძო თანამდებობაზე ნიშნავს არაახლო მეგობარს, არამედ უბრალოდ კომპეტენტურ ადამიანს, თუნდაც ადრე დაპირისპირება ქონოდათ. ტალეირანმა მაგალითად ხომ გამოიყენა ფუშე, ყოფილი მტერი, ნაპოლეონის წინააღმდეგ. დააკვირდით, ვის ირჩევს ადამიანი, მოკავშირეთ ლოიალურ მეგობარს, თუ უბრალოდ კომპეტენტურ პროფესიონალს. გასაგებია. შემდეგი 3 კანონიც მგონი ისევ აღქმის მართვას ეხება. კანონი 3. დამალე შენი განზრახვები. არ თქვა რას აპირებს სინამდვილეში. კი, ეს ხშირი ტაქტიკაა. შეიძლება შეამჩნიოთ, როცა ადამიანი თითქოს ერთ რამეზე აკეთებს აქცენტს. ყურადღება გადააქვს. სინამდვილეში კი სხვა ბევრად მნიშვნელოვან მიზანს ნიღბავს. ცნობილი თაღლითი იელოუ კიდ ვეილი იყო ამის ოსტატი. ერთ ისტორიას უყვებოდა მსხვერპლს, რეალურად კი სულ სხვა რამეს გეგმავდა. ლოგიკურია. ამას უკავშირდება კანონი 4. ყოველთვის თქვის საჭიროზე ნაკლები. დუმილი ოქროა, ვეგპონტია. მალსაჩენს, უფრო გავლენიანს, ლუი მე-14 იყო ცნობილი მოკლე, ცოტა ბუნდოვანი პასუხებით. სხვებს უწევდათ მერე ფიქრი, რას გულისხმობდა სინამდვილეში. როცა ვინმე ცოტას ლაპარაკობს, ნაკლებ შეცდომასაც უშვებს და მეტ ადგილს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის. და რა თქმა უნდა, კანონი 5. ბევრი რამაა დამოკიდებული რეპუტაციაზე. დაიცავი სიცოცხლის ფასად. ეს ალბათ ყველაზე აშკარაა. აბარა, რეპუტაცია ხომ ის საფუძველია, რაზეც შენი გავლენა დგას. ამიტომაც უფრთხილდებიან ასე ძალიან. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სხვისი რეპუტაციის შელახვის მცდელობა ხშირად უკუშედეგს იძლევა. ედისონმა რომ სცადა ტესლას დისკრედიტაცია გახსოვთ, საბოლოოდ მგონი უფრო თავად ედისონის იმიჯი დაზიანდა. დააკვირდით, როგორ მართავენ ადამიანები საკუთარ რეპუტაციას და როგორ რეაგირებენ სხვებიზეზე. და ბოლოს. ამ ჯგუფში კანონი 6. ყურადღება მიიპყარი ნებისმიერ ფასად. თავარია გამორჩეული იყო, გინდა თუ არა. თავარი არ დაიკარგო, არ იყო შეუმჩნეველებელი. ზოგი ამას, ვთქვათ, სკანდალებით აღწევს, ექსცენტრიკულობით, ბარნუმივით, ზოგი კი პირიქით იდუმალების აურას იქმნის მატაჰარივით. უბრალოდ, როცა ხედავთ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად იქცევს ყურადღებას, დაფიქრდით, ხომ არ არის ეს გათვლილი სტრატეგია. გასაგებია. გადავიდეთ ახლა სტრატეგიულ ურთიერთობებზე. კანონი 13. დახმარების თხოვნისას მიმართე ადამიანების პირად ინტერესებს და არა მათ გულმოწყალებას. ეს ცოტა ცინიკურად ხარ ჟღერს. შეიძლება, მაგრამ ხშირად მუშაობს. ამის ამოცნობა ისე ადვილია. როცა ვინმე დახმარებას ითხოვს, ის ხაზუსვავს, რა სარგებელს მიიღებს მეორე მხარე და არა ვთქვათ წარსულში გაწეულ სამსახურს ან რაღაც მორალურ ვალდებულებებს. პრაგმატული მიდგომა არა.
პირადი ინტერესი ძლიერი მოტივატორია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. კი ბატონო. და კანონი 18. ნუ ააშენებ ციხე-სიმაგრებს შენი თავის დასაცავად. იზოლაცია სახიფათოა. რატომ არის სახიფათო? იმიტომ რომ ინფორმაციას წყდები, გარესამყაროს, დაუცველი ხდები. ჩინეთის იმპერატორი ცინში ხუანდი ხომ იზოლაციაში გარდაიცვალა ფაქტობრივად მოწყვეტილი რეალობას. ლუი მე-14 კი პირიქით ვერსალში იკრებდა თავადაზნაურობას, რომ ინფორმაციაც ქონოდა და კონტროლიც. ანუ შეამჩნევთ, როცა ვირმე ზედმეტად იზოლირდება, ან პირიქით სტრატეგიულად რჩება ხალხში. ახლა შესრულების სტილზეც ვთქვათ ორი სიტყვა. კანონი 30. შენი მიღწევები ძალდაუტანებლად წარმოაჩინე. ეს ის ცნობილი სპრეცატურაა, ხო? იტალიური ტერმინი. დიახ, ეგ არის, ანუ ხელოვნება იმისა, რომ დიდი ძალისხმევა დამალო და ყველაფერი ისე გამოაჩინო, თითქოს აი ბუნებრივად, ძალიან იოლად გამოგდის. ეს აღფრთოვანებას იწვევს სხვებში. დააკვირდით, როცა ვინმეს წარმატება თითქოს უშრომელი გეჩვენებათ, დიდი შანსია, რომ ამის უკან დიდი შრომა იმალება, რომელიც უბრალოდ შეგნებულად არ ჩანს. გასაგებია. და კანონი 23. დაეუფლე დროის ხელოვნებას. ანუ მოთმინება და სწორი მომენტის შერჩევა. ზუსტად, დროის კონტროლი, ეს იგივე სიტუაციის კონტროლია ხშირ შემთხვევაში. ზოგი სტრატეგიულად ელოდება ხელსაკროლ მომენტს, ზოგი კი პირიქით შეიძლება მიზანმიმართულად აჩქარებდეს მოვლენებს, რომ სხვები წონასწორობიდან გამოიყვანოს. დააკვირდით, როგორ იყენებენ ადამიანები დროს, ჩქარობენ თუ იცდიან აი ამ მომენტებს. და ბოლოს, საინტერესო კანონია, კანონი 46. არასოდეს გამოჩნდა ზედმეტად სრულყოფილი. რატომ? რატომ არის სრულყოფილება სახიფათო? იმიტომ რომ შურს იწვევს. ამიტომ ზოგჯერ ჭკვიანი ადამიანები შეგნებულად უშვებენ რაღაც უმნიშვნელო შეცდომებს ან აღიარებენ პატარა ნაკლს. რომ უფრო ადამიანურები გამოჩნდნენ ნაკლებად საშიშები. კოზიმო მედიჩი მაგალითად მოგრძალებულად ცხოვრობდა, ანუ დააკვირდით მოჩვენებით არასრულყოფილებასაც. ეხმარება თქვენს, რომ თქვენს გარშემო არსებული ზოგიერთი ქცევა უკეთ ამოიცნოთ. დიახ, მთავარია გვახსოვდეს, რომ ამ ტაქტიკების ცოდნა პირველ რიგში თავდაცვისთვისაა საჭირო და გარემოზე დაკვირვებისთვის გვეხმარება, რომ გავიგოთ ადამიანური ურთიერთობების სირთულეები, ასე ვთქვათ. დაფიქრდით აბა ამ ტაქტიკებიდან რომელი გეცნოთ ყველაზე მეტად თქვენს ცხოვრებაში? თუ ეს განხილვა თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს დაგვეხმარება, რომ ის მეტმა ადამიანმა ნახოს. დროებით.